თანამდებობიდან გათავისუფლების თავობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის განცხადების განხილვის შესახებ. მომხსენებელი მე გახლავართ. ბატონმა კობამ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ, სანამ საზღვარგარეთ ვიზიტით წავიდოდნენ, განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. ეს საკითხიც თანხმობას მოითხოვს ჩვენგან, გათავისუფლებულია, პირადი განცხადებით წავიდა და ასე ვთქვათ, მის ადგილზე დანიშნული არის მოადგილე ვაჟა ნასკიდაშვილი მოვალეობას ასრულებს. ამიტომ აი ეს საკითხი უნდა დავაკმაყოფილოთ. წინადადება შემომაქვს მე რომ მანამდე სანამ გამგებელს კონკურსის წესით დავნიშნავთ დროებით მოვალეობის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი დავნიშნოთ და თქვენგან მინდა თანხმობა მიიღო ამასთან დაკავშირებით. მე მინდა დღეს წარმოვადგინო ბექა ბაიდაური უმეტესობა იცნობთ რეკომენდაცია ბექა ბაიდაურს როგორც კარგ ახალგაზრდას მიჭიერს სპორტსმენს ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელს და კარგ ახალგაზრდას რეკომენდაცია გაუწია მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ზურაბ ზვიადაურმა. ჩვენ ამაზე რამდენიმე ხანი ვისაუბრეთ, ბექასთან ჰქონდა გასაუბრება და საკრებულოს თანხმობას ბექა ბაიდაურის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესრულების თანამდებობა. ვინ არის თანხმა თანხმობის? ვინ არის თანხმა? ის არის სპორტსმენი, სპორტს დავიდავანებოთ არის წარსინებულად მან დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი და იურიდიული ფაკულტეტი და ვფიქრობ რომ არის ასთავარია წესიერი ადამიანია და ვფიქრობ რომ წარმატებით წაუძღვება რაიონს და პრიორიტეტებს რაც შეეხება განსაზღვრული არის ეს ახალი ხელისუფლება მოგეხსენოთ მოვიდა ახალი ხელისუფლება ვის განსაზღვრულია პრიორიტეტები ძირითადი პრიორიტეტები რაც იქნება ამ პრიორიტეტების მოსახლეობამდე დაყვანა იქნება ჩემი რა თქმა უნდა პირველი მოვალეობა და ასევე რაიონში ცალკე რაიონში განისაზღვრება პრიორიტეტები მე როგორც ვიცი და ჯერ როგორც ჩემთვის ცნობილი არის ძალიან ცუდი მდგომარეობა უმუშევრობასთან დაკავშირებით ასევე თვითონ რაიონში კი არის გაზიფიკაცია მომხდარი მაგრამ რაიონის ზოგ სოფლებში არ არის გაზი მიყვანილი არ არის წყლის პრობლემა არის გზების პრობლემაც არის თვითონ ჩემ სოფელშიც კი არის გზების პრობლემა და ეს იქიდან გამომდინარე ვიცი ჯერჯერობით ჩემთვის ეს პრობლემები არის ცნობილი და შემდეგ ალბათ გამოიკვეთება მუშაობის პროცესში რა პრობლემები იქნება თვითონ რაიონში და ხედავთ ამ პრობლემებს ერთი ის შემიძლია შევპირდე ხალხს და ჩემს რაიონს რომ მე ვიქნები ძალიან სამართლიანი პატიოსანი და ყველა პრინციპული ყველა იმ გადაწყვეტილებაში რაც სასარგებლო იქნება ქვეყნისა და ჩემი რაიონისთვის